ოჩახ ართმევაზე ჩვენი თამაშობენ ძალიან კარგად. აი შანსი ანანიძე და 1-0. ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა კორეის წინააღმდეგ. ძალიან კარგად თამაშობენ ართმევაზე ჩვენი ფეხბურთელები, რაც ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობაა ჩემთვის. ვაკო მაგალითად არასდროს არ ყოფილა გამორჩეული ამ კომპონენტში. ხო, რა, აი ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი. ეს რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა აქ რა კარგი იყო. ჩაერთო ბრძოლაში და ოდნავ წინ შეიძლება იყო ჯანო, მაგრამ ამას არ გინდა ახლა ჩვენ. მოკლედ დავწინაურდით პირველი ტაიმის ბოლოს, მშვენიერია, მარაგებენ პასებით თავის პარტნიორებს. აბა ნახოთ ყორეელების შეტევა მარჯვენა ფლანგიდან. კარგი პასი და როგორ გაეპარათ ახლა ქართველ ფეხბურთელებს მეტოქის მოთამაშე. ეს კიდევ ერთი ცვლილება მომხდარა, მე-16 ნომერი ჰუანგიც ჩაერთო როგორც ჩანს თამაში და სწორედ პირველივე შეხებით მან გაათანა ანგარიში. ნახოთ განმეორებით ეს ეპიზოდი. თამაშგარეა აშკარად. თუმცა ჩვენი გოლის დროსაც აღვნიშნეთ რომ გავდა იქ თამაშგარე მდგომარეობას, ოდნავ წინ იყო. ასეთი აშკარა თამაშგარე არ იყო ჩვენი გოლი. თამაშა ბურთზე, თუმცა შეტევა მაინც გრძელდება. კორეელთა სახიფათო მდგომარეობა ჩაწოდება საჯარიმოში. და 2-1. ამ შეტევის დასაწყისი იყო ძალიან ცუდი თამაში ფლანგზე ლევან ხარაბაძის, რომელმაც ჯერ ცუდად ამოვიდა, ცუდი პასი გააკეთა. შემდეგ ძალიან დააგვიანა თავის პოზიციაზე ჩასვლა და სწორედ იქიდან ჩაწოდებული ბურთის მოგერიება ვეღარ მოახერხეთ. 95 წუთზე ვაგებთ კორეასთან. ძალიან სამწუხაროა. ხედავთ მისდევს, მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა, აქ პოზიცია მოგებული ქონდა კორეელ ფეხბურთელს. მე-16 ნომერმა კი 2 მეტრიდან გახვიდა გიორგი მაგარიც. გამოცანაა. რა თქმა უნდა, ჩვენთან უნდა დაკარგავს გულებს. აქ არ არის თამაშგარე მდგომარეობა, ხვილითაია 2-2 მაინც გადაარჩინა საქართველოს ნაკრებმა. ესეც თუ თამაშგარით გავიდა და არა, ჩაითვალა და ძალიან კარგი ეს არ იყო წასაგები თამაში და აგერ ბოლო წუთზე მოხერხდა ანგარიშის გათანაბრება. ხვილითაია კარგად შემოვიდა, რამდენჯერაც მიეცა შესაძლებლობა ბურთთან კონტაქტის, ყველაფერი ზუსტად გააკეთა და აგერ ახლა შეექმნა მომენტი და მშვენივრად გამოიყენა ეს თამაშგარე კი აშკარად. 3 გოლი დღეს თამაშგარე გაატარეს თურქმა მსაჯებმა. ჩვენი პირველიც თამაშგარეში იყო, ოდნავ წინ იყო ვაკო ყაზაიშვილი, კორეის გოლი ხო საერთოდ თამაშგარე იყო პირველი და აქაც აშკარად